ნინუს გამოიხედე რა ფებში კარგად გახდები ნინუს გააქციე ძალიან ძიმე თემარია ურად და ბავშვ თავიდან უნდა უთხრა რომ მზად იყოს დედამოთხოვნის ცხოვრება. მე გუშინდება ხომ შეკითხო სპონსორია თუ არ არის არა აი ესე შემონია თუ არა აუ მოიცა ისე ყლება გავა. ხო და პოლიტიკაში რომ მოვა ფულიც გაგუჩნდება ხო უჭოლი გაგუჩნდება და გავაკეთოთ რა სულ მარცხნივ რომ ზის ის ბიჭი რატომ ყავ რა როია. გააშავეთ რა. ვაფშე მე ჩამერცხეს ანიცა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემის აღიარების პრობლემა. კარგი მართლა მოდი ყველა ნინუცა ახლა ჩვენი ოპერატორი. რა ვოკალური მონაცემები ხარ წარმოდგენილი. მე დღეს აღმოვაჩინე რომ შენ გაქვს ვოკალური. მე არა, მაგრამ თემური მღერის ანგელოზივით. წვევებზე სპეციალური შეკითხვები ხან ნინუცასთვის მომზადებული აქვს. რა შეკითხებია საუბარი. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება წნევა. არა ეხლა არ ამგონია რომ წნევა მქონდეს ისე მოლოხანებში თემ უფრო დაბალი თუ მაღალი და გააშავე ისე. მაგდელებ. მოკლედ ნინუც შენ ხარ ჩვენი ახალი ფორმატის პირველი სტუმარი. პირველი სტუმარი. ჩვენ ჩვენთან ერთად გავტესტავთ რა არის და როგორ არის. ხო, ხელსარიელი ხო არ მოსულხარ. მაინტერესებს. იცი რა არის? რამე მოიტანე დასაგდებად. კი, რაღაც მოვიტანი დასაგდება და იქ ხელსარიელი არ მოსხარ? არა, ნუ ხელსარიელი ისაც არასდროს არსად არ დავდივარ ხოლმე, რაღაცნაირად 90-იანების გადმონაშთიდან ბომბონერით მოვედი. ბომბონერი და შაბათი. ყველაზე ყველაზე იაფიანი. არა. 13 ლარი ღირდა 15 ლარიდან ლარნახევარი დავჭა. უბნის მაღაზიაში რაც ნახავ. გაიხსე, გახსენე. ეს არ გავხსნათ არა, ჩვენი აზრით ეს არ უნდა გახსნათ, უნდა შეინახოს. რავაიდისაკ მოიტანა 90-იანი წლების თემა, ხო. შენთან რომ მოვა, შენ მოხრათ. მე ძველდებოდა ვატაგებდი. ეგ არ დაგმართნია დაბადების დღეზე ბავშვობაში ვიღაც რაღაც მოუტანია და შენოთან იგია მე სხვასთან. იცი, ძირითადად დაგბრუნები გამოვლა. დაბრუნებით არ დამბრუნებულად ეგ ძირითადად ეს ბომბონერი იყო ხოლმე. რა ქენ? აუ ხა. მუნი გაწეთოს თავიდან. დავაწერ. მუნიანი მე როგორც მუნი მქონდა. მუნი რა შუაშია ახლა? სტაბილო კოქტეილ რა შუაშია? ისე ვერ ჭამს ვერაფერს. თუ ძირს არ დაუხარ. ის გემოთი. რატო არ გიჭამია ეგეთი ხილი? გემოიანი ხილი. ხო, მე კუჭები. ხო და რუსკაზეც აი დავწერე. ძირის გემოიანი, კაი ბაკებით. ბაკებით. დაიცვა. ბაკებით და ძირის არა, გემოიანი. ზოგადად მე არ მაქვს პრობლემა. აი შენ რა თვითონ იდეა დაიცვა და ძალიან ის ხო გაგიგიათ 5 second rule ხო გაგიგია, არ ითვლება. მე არც დავარ და არის კიდე მეორე იმან არის და მო. არის არ გაგიგია? აი რომ დაგივარდება რაღაცა 5 second rule არის რა, 5 წამში თუ აიღებ, წამში თუ აიღებ არ ითვლება. მე 10 წამში წამიღებ და 15 წამში და ამას ნახე საათიანი რულა. არ გახსოვს ბავშვობაში ნაღეჭ ძირს ნაგდები ნაღეჭი. მერხიდან აგიგია. სახში ავდიოდი და ჩემს ვიდა, საიდან გაქვს თან ისეთ ასაკში ხო იცი საღეში რეჭინო. მერხიდან ყურიდან აგიღია, ვინმეს ყურიდან. ვინმეს ყურიდან არა, მაგრამ ნუ აი ვინმეს ყურიდან ჯობა ძირს ნაგდები ვიღაცის ნაღეჭი. გახსოვდეს რომ ერთმანეთს უნდა ვუსმინოთ და ვლაპარაკობდეთ, არ უნდა ვლაპარაკობდეთ ერთად. დიდი მადლობა. მე ჩუმად ვარ და მე მერჩი სულ. გასახმა არ მოუგია არა, მე წესიერი კაცი ვარ დღეს და მაგრამ ჯერ მომიჭერი ვარ კომენტარები ამოვიბეჭდე. კომენტარები გავწყოთ. ჯერ ნინოცათი არ დავიწყოთ, ჯერ მოდი კომენტარი და შენ შეგრებ შვიდად თავისუფლად ხო, რა მანამდე გახურდები. ჩვენ კომენტარებში. აუ მართლა ეგრე. ცოტა. მიდი ჰა. კაროჩე YouTube-ზე დაგვიგროვდა. ერთმანეთს ტიტები ვაჩქოთ ერთმანეთს, მიდი. ვაკც ვისა, YouTube-ზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი კომენტარი. ხო და რა კაია ეგ. და არასდროს არ ვცემთ ხოლმე პასუხს ამ წმინდა ხალხს, სად არის? მაგარი წმინდა ხალხია. მადლობა, მაგრამ აირია ყველაფერი. ისევ ძველი მე გადახვიდე. ანუ კითხულობთ ცუდ კომენტარებს ჩვენზე. არა, კარგებიც არის რა. მოდი ცუდებით დავიწყოთ ცუდებით. ყველანაირი ამ კომენტარები არავის არ აი ვაცრიოთ ყველა. ერთი. კარგებით და ცუდებით. ცუდები კარგები არ ვაცრიოთ. ოდ რაღაცა ხდება ჩემ ტელეფონში და ვერ ისე. აქშია? არაფერს აღარ წავიდა საერთოდ. მეზი მე ახალი ფორმატი ძალიან მოვწონი. კარგია. მე იცი რა მეყავს. ხერები დაემართა. სანამ გადაღება დაიწყება. ხო, ერთმანეთს რო ნინუცას ვაპარაკი კვიტო. რაღაცა რო ნახულობენ თვითონაც რო არ მასდით. და მე რო შედიან და კამერა ირთვება და გამარჯობა გეგონება, ამ წამს ნახეს ერთმანეთს. ხო, როგორ ხარ? ხო, რა მარაზმი. ნუ იტყუებით. ნინუცა როგორ ხარ?
რაღაცრი როგორ. ერთი წამი ვეძებ შეჩერმა, ეგრე ადვილად კი. ეს ხარ მომზადებული მოსული ჩასაწერად? ახალი ტელეფონია დააცადე გაარკვიოს. Huawei? რეკლამა როგორ მივიდეს არ ვიდეო ვიდეო რომელიც გუშინ დაიდო ორი დღეა ვეძებ ვერ პოულობ ვერ პოულობ ვერსად და კვიტოს წინ რომ ის ანდარი რატო არ დავდეთ ვიდეო პირველი ვერასაც აგდებდა ანუ ვერ ვიცანი რა კარგია ვიყავით კი მე დღეს აღსრობას ეინებდი გიყურეთ პირველი კომენტარი არის ეს უკაზე მინდოდა რაღაც თორნიკე კეკოტრიკაძე კოტრიკაძე გვიწერს ძალიან მაგრამ მინდა ხოლმე როგორც წერია ეს თორნიკე ეგრე აქ ამონათდე საუცილებლად ამონათდება შენახული აუცილებლად ამონათდება ქალთა ბედნიერება კი არა ბორბლებიანი ტახტი ხარ ტახტია ჩემს ვაკაცია შეის ვაკაცია ვაკაცია ვაკაცების კომენტარები აღარ მიგონია რო იცოდე თემური იყო ქალთა კაცთა და ზოგჯერ ტრანსფერ მაგრამ ორი ლაიქი ქონდა კი ვიცი ნანახი კომენტარს ქონდა შემდეგ კომენტარი შემდეგი კომენტარი ცუდი ვერაფერი მოგიფიქრეთ. უბრალოდ კვიტოს წაკითხulis ნიკუშას ლექსებს ველოდები მოუთმელადო. კაია. შოთა გოგოლაძე 9241 წერს. 9241 ნიკუშას დაწერილი ლექსები მინდა რომ მე წავიკითხო. გინდა ერთხელ წავიკითხო. წაიგითხე. მართლა. ერთი შენ შეგირჩევ რა. ლექსი შეარჩევ ძიმე რა. ძიმე ლექსი შეგირჩევ და ხატრულად წაიგითხე. ერთი ლაიქი აქვს კომენტარს. მაშინ იმსახურე. შემდეგი ვისი ლაიქია ხო არ ჩავიდეთ არა ეგენი არ მაგას არ გიჩვენებს. მედი შემდეგი Falcao RX6QH-ი მიწერს. რადამელ სომხეთში ბევრი რამეა სანახავი. დიდი ისტორია აქვს, ორი მარტო დედაქალაქი აქვს. მე რო ვიღადავ სომხეთზე. ამას თქვა რაღაცა სომხეთზე რომ რა გვინდა სომხეთშიო თუ. როგორ არა ჩვენი გასტროთურზე რო საუბრობდით ხო? ან რაღაც სხვა. ხო რა მე მაგრამ მინდა სომხეთში. ერევანში ძალიან კარგად გავერთობოდა. ეხლა რო ჩამორჩები ჩაწერა საუბარი. კიმ კარდაშიანი უნდა. ახლა შეგვიძლია ეხლა წასვლა შეგვიძლია აქვე არა. არა ისე ვიღავით და ძალიან თან მე მაინც სომეხი ვგონი ვარ გააგზელებ მეც ყველა სომეხი ვგონი. სომეხი და ინდოი. ამიტომ ამბობ ხო ხო დაშებ წერე ხომ სადაა ჩემი შეკვეთა და მარდი გააგზელებ გისმენდით და მე ვლაპარაკობდი ეგრე მგონია. ჯიგრები ხართ ბიჭებო. ვინ ეგ ჭაობი ვიცით? ვინ ეგ ვინც ეგ ჭაობი ვიცით? ბევრს დაიხმარება თქვენი ღიად ამ თემაზე ლაპარაკი, რომ იქიდან ამოვიდეს. ერთი ეპიზოდი გქონდა ადიქსირობით ხო? ალკოჰოლიზმზე გავიდეს ეს კომენტარი გუშინ დადებულზე. არა, ხომ კომენტარი მოდიან თქვა მიდოს რა, იქ დიდი და იქ მიწერა ეს კომენტარებს ვიტო. ჩიტებს მო. Flying bird. იქ ყოველ დღე. Messenger ერთი ეპიზოდი შევწერეთ დამოკიდებულებებზე და ვბაზრობთ რომ როგორ დავამარცხეთ რა დამოკიდებულებები. მათ შორის ალკოჰოლიზმი რა და მეორე ეპიზოდში გახრეული მტვრალები. ანუ ხო, მაგრამ შეხედე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემის აღიარების პრობლემა. და შენ რო აღიარებ რომ პრობლემა გააქვს. ანუ შესაბამისად იცი როგორ უნდა მოიქცე. მაგრამ მოიქცე ხვალ, იმიტომ რომ დღეს მთვრალი ხარ. რა პრობლემაა? და გავეკეცი იმ ეპიზოდში დამარცხებული. კი ბატონო. შეიცვალა. კვიტო, მეც სხვა ხმა მებაზრება ხოლმეო. წერს თომა დობორჯგინიძე. ანუ ერთ ეპიზოდში ვიღადავი რომ თქვენი ფიქრები სხვისი ხმით გესმით თუ არა ხო რა და ყველა ჩვენ ამოწერე? ხო აბა ერთზე ბიჯიცია ხო და თო ეპიზოდს ვაპარაკობდი რომ ჩემი ხმა როცა მესმის ზოგჯერ სხვისი ხმით მესმის ხო რა ბუკას ხმით და თომამ დამაპაძეშკა ჯიგარი თომას თომა კიდე დაგვიტოვე კომენტარი იმ ქვის ქვეშ ბიჭო კამერას ხო არ ვიმჩნევ ხო შევდა ერთი ძალიან მაგარი ამოვიდა შენ ემუშავე კამერას Сомеки DJUS. What? Okay. Успехов, ребята, вы очень крутые. Спасибо! ეს არის ერთადერთი კომენტარი, რომელიც არ დავავალე. იმიტომ რომ რუსულად ეწერა. რა, ანუ ბიჭო, შეიძლება რუსულად ეწეროს და პოლონელი იყოს, მაგრამ უკრაინელი იყოს. ან უკრაინელი იყოს, შემდეგ გეოგრაფიაში ძალიან ძლიერი, ანუ არ შეგისწორე და უნივერსალური ინგლისური. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ვინც ჩამოთვალე ყველას აქვს თავისი ენა. რუსულად რახან დაწერა რა. რა გამოგებინებდნენ პოლონურად და დაეწერა ქართულად შეჩემა რადგან ვიხურა და გაუსწორდა ეს იმას ესე გაუსწორდა თუ არის ქართულად და ეკითხავთ მეც თუ ქართული წერა არ იცის შეიძლება სმენით ესმის და გაერთო რა მადლობა chat GPT რომელსაც ეთქვი დაგიწერს ყველაფერს რაც კიდე და თუ გინდა ხო და თან ესე პატარა დავიბაროთ აქ ხო აქ არა იმ ქვასთან იმ ქვასთან სადაც შეგიტოვებენ კომენტარებს და იმ ქვასთან შენ დაიბარე მიდი შენ იმ ქვასთან იმ ტიპი ეხა აქ ამონათებ პირადი ნომერი და დაურეკე ხო არის კავშირი შემდეგი კომენტარი ფუკას პირადი ნომერი ამოარა ეს არის ძალიან მაგარი ძალიან კარგი ხალხი ხართ ბიჭო მაგრამ ყლეობა იყო მართლა
მართლა რა ბოლოში. ხალხი კარგი მართლა. ეს დაგვიწერა დათო გაბუძე. დათო, მოგვეწონა შენი კომენტარი, ეგრე გააგრძელე. მართლა. ეხლა დათო დაგვიწერს. არ მოგაყვებით გავსიყლებობები. დათო დაგვიწერს, ეხლა ესეთ რაღაცას. რა დათო სადიგზე ესე დავწერე. კი, კარგი იყო, მაგრამ თქვენ ხართ კლეები. ეს დაგიწერა ვინმე? შემდეგზე. გავამცადე. დაიტოვე ეგ მომარება. ეგეც დაიტოვე. დღეს რატო ხარ? ზალადობის. არა, просто ისე მიდევს, აი ამაზე შევდაწყობ. აი, შემდეგი კომენტარი. კიდე გაჩი. აი, ეს არის ჩემი საყვარელი კომენტარი. კვიტო, შენგან და ია ფარულ კვიტო. მე კვინტო გავიდე. შენგან და ია ფარულავასგან გინებები არ მწყინსო. წარმატებები გვისურა ელისო ნოზაძე. ელისოს გადავწევ, ჩვენგანაც არ გეწინოთ რა. ისე ბრალად აღარდა. რაც რუსკა შემოგვიერთა ელისო აღარდა. და ელისო. ელისო იყო. არა, ელისო კაი ხალია. კვიტოს შემდეგი კომენტარი. ალია საშიში შეყარებული იყო. მუზირი ნონო ერთი მუზირ იყო. ადრე ატარებდნენ ღარიბაშვილს გავსო. აწი ერიდოს უბრალოდ სიარულს მე დამისა. შენ დაგიწერე ეს? ხო. სულ ჩემი კომენტარი, ჩემზე რა არის? მარტო ისინია. არ შემაინტერესებს საერთოდ, ყველა ერთად ვარ. აბა რა გეგონა. ით ვერ გაიგე. არა, ყველა მოგეწერა თუ ყველაზე არის. მე რა ხანა მომწერი არ ვიყავი არაფერს. მე ეს არის ძალიან შენ არხის არ გაგამოწერილი. ეს არის ძალიან ცოტა დიდი კომენტარია, მაგრამ დამაცადეთ. ინგა ბალანჩივაძე გვწერს. ინგა ბალანჩივაძე? ხო. აბა გისმენთ. ად გადაცემას უნდა უყურო, რომ დავეციოთ თქვენს განვითარებას, იუმორს. რუსკა თუ მოვიდა, ჯერა წინ გაგწევთ თქვენი სტუმრობიანად. თუ აცდით აქტიურობას, რისთვის მოიწვიეთ თანაწამყვანად, ისევ თქვენ რომ იყოთ თავის და ბოლოც? გიყურებთ, არ ხართ მარტონი თქვენივე სასტავში. ეს სასტავიც ხომ რუსულია, ბარბარიზმია. გაიმართე მიდი ბეჭო. ხო და ეგრე ბიჭო. გადამსვით. მოდი აქ ჩემოიც გავისვენ. მე კი დაქსვამ არა. გამიცვალ, მანდაც რაღაცას მიზავს. აკუთ რომ მოგწევ ხო ხეთა. წამალი არ დალიეყო დღეს. საგამილევია მარ. ინგლისატორი. გასაგებია. წამალი აქ დასალება. სპინოს დოზა. თანშიო. კაი, კიდე არის ერთი-ორი კომენტარი და დაგანებებს. თქვენი ნუმო ერთ მოიცადე. დიდებული ახალი ფორმატია. გადასალები. მე ძალიან მოწონს. კი, კაი. აი ეს არის ძალიან მაგარი. ვინც ფიქრობთ რომ ის ვარდისფერი უფრო საინტერესო და ქარიზმატულია ვიდრე ლურჯ პერანგიანი ლაიკო. ვინ არის ვარდისფერი რა? ვარდისფერი? წინა ეპიზოდში კვიტოს ხო ვარდისფერი ხო და რა ვარდისფერი რა თქვა? აქედან წაგიკითხავ. ვინც ფიქრობთ რომ ის ვარდისფერი ქუდი უფრო საინტერესო და ქარიზმატულია ვიდრე ლურჯ პერანგიანი ლაიკო და ხუთი ლაიკი. ანუ შენ გამოვხდი უფრო ქარიზმატული და საინტერესო ვიდრე მე. ხუდი უფრო ქარიზმატული და საინტერესო მოვიდა ვიდრე შენ. სახე ნახე, გააშავეთ რა. Вообще, მე ჩამრეცხეს, ანუ ძალიან вообще გადამხვიდე. იდეა ერთი შეეცე. იდეა? ხო, ესეც კაია. ეგეც ხო ზუპოპ ზპ წერს. არ გეწყინოთ. ზუპოპ ზპ. შენს მაგას ხო არ არის? არა. არ ვაგინოთ? არ ვიცი. არ გეწყინოთ. უბრალოდ პირველი ეპიზოდიდან გიყურებ და გულწრფელად მაინტერესებს. სულ მარცხნივ რომ ზის, ის ბიჭი რატომ ყავთ? რა როლია? გაიცი პასუხი. რა როლი გიხშიჭება? ყველაფერს 51-ე გადაცემაში გავიგე. 50-ე გადაცემამდე ვიყურეთ და ბუკას როლიც გამოიკვეთე. გამოიკვეთე, აუცილებლად. ამონათ. კარგი ყავს რა ქვია, მე მაგიდე, ნინუცა. რომელიც რაღაცადაც მიივიწყე კვიტო შენ ახლა ამ შენ კომენტარების და რაღაცების გამო. გიყვარს შენი და? არა. ნინუცა. გიყვარს შენი და ნინუცა. ისე თქვენ ძმა ყავთ? კი. მართლა? კი. პატარა მაგრამ არა. 18-ის. ცნობილია ისის თქვენსავი? არა. ჯერ. იმალება. ჯერ. ისიც 51-ე გადაცემის სხვა მერე. მიმართულებით მიდის. რა იმალება ამ ხელში ვერ ჩანს შეცი. ესენი ჩრდილო. ფარავენ ესენი. ან ბოგმაო. ჩრდილავს ყველას. შენ ჩრდილო ყველას. მოდი დაძმობაზე და დედმამიშვილობაზე ვილაპარაკო. მაგ ერთი წელი შეკითხვა რა. მოიყვე შეკითხები აქვს იმ და ჩამოწერილი რო. ხო, შეცი. მამაზი კალიგრაფია. ალამაზი კალიგრაფია გაკეთე მართლა. მე ამბობ ხევა ფულს გაკეთდა და უყურებ. დირექტორი ეს მეც ხოლ ამაზე. ერთმანეთი კონკურენტად აღიქვა ხოდეს მე მეგობრებო. არა, მე არა. მე საერთოდ არავის არ აღვიყვავ. ხელი პრესა. დაშორთავ გიჟივით. მიაწერო
ხო, მაგრამ უნდა აცადო, თუ გინდა რომ გიჟივით გავარდეს, უნდა აცადო. კი, რუსკარი კონკურენტი, ჩემი რუსკარი, კაილი მინოუგი და მე დენი მინოუგი, გაგიგია? კი, მე კი. დანისგან გავიგე კაილი. რანაირად შეიძლება ჩემი კონკურენტი იყოს, ვერ ხვდები, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი მე ამ სფეროში აღარ ვარ. მეორეს ერთი, ანუ თუნდაც როდესაც ამ სფეროში ვიყავით ერთად, მაშინაც ვერ აღვიქვავდი კონკურენტად, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპაჟია რუსკა, საერთოდ სხვა ტიპაჟი ვარ მე, საერთოდ. აი ცხადა დედამიწა იმ ხელა განსხვავება არის. კი, რაღაცა საერთო ერთნაირი რაღაცები გვაქვს სიტყვაზე რა, არაადეკვატურობა, გვარი, არაადეკვატურობა, მუსიკის რაღაცა ჟან რაღაცნაირი გემოვნება, მაგრამ უგებთ ბევრ რამეს. კი, აი ძალიან ბევრ რაღაცაში უგებთ ერთმანეთს, მაგრამ აი არასდროს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ აღვიქვავდი რუსკას კონკურენტად. რუსკა მე რო აღვიქვას კონკურენტად, აი მან ცოტა გამოვხდები. ნინო, თელი არა, ჩემი ერთ-ერთი პერსონალიტია. ნინო, მთელი ცხოვრება ყველას შენ მოწონხარ აკლიდან. არა, ეხლა არ არის ბავშვების ტრავმები არ არის რა. მარტო ბავშვები. არა, საქმეზე არ არის ბაზარი, ზოგადად. ნუ აი ეხლა აი, მაგალითად ერთი ბიჭი მოგწონებია, თა ეხლა კი, და იმას მინუცა მოწონებია სო. და მე ასეთ ტაროხი კონკურენტს კონკურენტად. გააშავი აქ. რუსკან ბავშვობაში მოიწყო სილამაზის კონკურსი, რომ მოეგო და მოვიგე მე. რუსკან ფასანაუში სილამაზის კონკურსი მოვაწყო და იქაც მე მოვიგე. ვერ ვიცი. პირობა იყო ის, რატო გადავწყვიტე, რომ იაკი წმარიშვილი ვარ, არ ვიცი საერთოდ ეზოსი. იაკი წმარიშვილი იყო, მისი რა ქვია, ნატალის კი არა, რომელიღაც მან კონკურსების კონკურსი ვინც ვიღაცის დედა. საქართველოს მის საქართველოს თვალები კონდა პირი. ეს გააშავე. გააშავე ბაზე მე იმარ. აი, მე გისია კინწურაში დასაბარე. ის მოიხოდა. არ მაცდია, რეალურად მე გიჟინდა, როგორ ამოვალი. რეალურად ამაზე. მაგით ავიჯე 50 გადაცემა. ტოპ პიროდი დავიჭირე. რას ყველანი დამავიდა. იაკი წვარიშვილი. ხდება მასე. მე გამაშა. შენ იყავი იაკი წვარიშვილისგან. იაკი წვარიშვილი რა თქმა ჩემი თავი. თბილისში მოვაწყე მის ეზო 2000 რა, კი რა 2000 რაღაც. მის ეზო მოვაწყე და სადარბაზოში თავისი საცურაო კოსტიუმებით და აი ყველაფერი და ორგანიზებით და თავის ყველაფრით. ხო, აი ყველაფერი და პატარა სადარბაზოში მე-9 სართულზე. აი ჩავდიოდით, ამოდიოდით, ნუ რაღაცა კამერებით ვიღებდით. მანდ მოიგო ნიცა მაყაშვილო მის ეზო გახდა და ჩამოატარეს. ხო და არ მახსოვს ახლა მაგდენი რა, მაგრამ მაგარი დაწეული. არის მეზობლები. აი ხუმრობა, მაგრამ ვერ ვიცახ. არა, მე მგონი ხალხი წყვეტდა. SMS-ები. მაგრამ რაღაც ხმის მეც ამხონი. მე მოატარეს ეს მთელი ეზო, ეს ჩამოფარე, მე გადავიტანე. მე უკვე ძიმე არტილერია ჩავთე და ფასანაუში მოვაწყე უკვე როგორი მასშტაბური იყო მის დედაქალაქში რომ არ გაგიმართლა რეგიონებში არა მის ტურბაზა ანუ ტურბაზაში ვისვენებდით წლები და ტურბაზა ნუ აი სავსე იყო ძალიან ჰაიპში იყო ეხლა როგორც იტყვიან და სულ სავსეა ხვდები და იქ რაღაცა საცურაო აუზია და იქ აი ყველაფერი დაალაგები და ახალგაზრდა მშობლებთან ჩვენი ყველანი მაგრა გულავით ვიყავ და მან მოვაწყობ მე მარტო ხარ და მე დავალაგე რომ პირველი ადგილი მის ფიფქია, მეორე ადგილი მის რაღაცა, მესა რაღაც და ნუ მის ტურბაზაა და ნუ ხა ჩამოტარება. რამდენი წლის იყავი მაგრამ? არ მახსოვს. 24. არა, ალბათ რა ვიცი, 12-13 ალბათ ან 14. არა, 14 წლის ეგ სულად არ ვიყავი მე. მაშინ 12-13. 12-11 რა. არა, მე ყოფილვარ 10 წლის არ ყოფილვარ ეხლა. და ეხლაც როცადო? იმის ფერ ჩაქნეული მაქვს ხელი ყველაფერს და მანდაც ამან მოიგო და ჩამოატარეს მე ის მთელ ფასანაურზე ჩამოატარეს. სახში ავედი ნომერში ურტყავი. მე ის ხარი ხვენა. არა მე ესე დავდი. რიზი იყო რამე? ბილეთები გავყიდეთ. ბილეთები გავყიდეთ. ი რას ლაპარაკობ ძალიან. მე რა გავხდი მის ფიფქია. გაიგვეხეთ ეგ მიფია. ახში ეს უყურე. ხო მის ფიფქია ხო თუ რაღაც აი მეორე საპატიო ადგილი და აი რა ხდებოდა იცი. ეს როგორი თეთრი და ფიფქია. ფიფქია. მას მე უბრალოდ მე უხსი რომ გავალებოთ გარეგნობას თავი მე არ არის ჩემი ძლიერი მხარე გარეგნობა და დავიკიდე ყველა. რატო იძახი მაგას? იმიტომ შენ არ მოგწონვარ. მე როგორ არ მომწონს ჩემი ძმა ხარ. ერს უყვარ. არ მინდა ეგრე. ეხლა ცადე ერთი რა. კიდე მის რამე. მის ვეძისი. მე არ გამოვალ. არ მინდა ძმაო შენ თუ და მოგიგო შენ მოგიგებ. არაფერს არ გავაკეთებ. შენ მიმომიგებ. ბიჭი ჩვენ ჩავატარებ და მე მის ბუნკერი და რუსკადა ბუკა დავაჭრე. შენაი დამყავს. არა მე პირიქით ბუკაროუგებ საკეთე. არა მე მომიგე. მე თამამად შემიძლია რომ თქვა რომ პირიქით. აი მეც. არა.
მოდი ჩემთან. სიჩუმე, ჩაიჯვა ყველა. განიცვალე. ჩაიჯვა ყველა. მაკვილის თავშობ როგორ ხოცი 100 სიტყვებს იძა. ესე კარგად გქოსნა ყველას, ვისაც მინდა. აი, შედეგი თემა, დედმამიშვილობა გავიარეთ? ვისაც წნევებზე გადავიდეთ. კი, მოსიყვარულეთ ერთმანეთს დრო წნევაზე გადავიდეთ. ეს ძალიან პახონი რაღაცები მახსენდება და ვერაფერს ვერ ვიძახ. ვინმე მოვიდია გაგახსენეს რა? აი, ხაც გამახსენდა. მე ეგეთი კრეტინული ანეკდოტებით და ლექსებით. არა, ანეკდოტი არა, ისეთ რა ხუმ შუტკები, ჩემი მოგონილი მიდი, მიდი, ძალიან პახავნები. აბა მას შეწაიდა ტვინი ამის ლაპარაკი. თუ იწყებ დაიწყე და დაამთავრე. აი, დავით ანჯეუკი. აღარ დამსვით ამის. ისე პახავნობაზე გამახსენდა დაიწყო რეალიტი შოუ აუ, ჩემი საყვარელი. ფენომენალური რეალიტი შოუ დაიწყო რომელსაც ადრე ერქვა Prime House და მე თიმი დაჭდა და იფიქრეს რომ აი რაღაცა რებრენდინგი გავაკეთე და კრეატივი რაღაც და Prime მოშორს და House დატოვეს. დაიწყო House-ი ხო და უყურე ორივე სერია. ერთს უყურე რომ მინდა და დღეს რაღაცა მეთქვა და აი რამდენად შეხვიდოდი მან. კაი, ოფერი მოვიდა. ესე თქვი, უნდა თქვა, ოფერი მოვიდა. რამდენად შევიდოდი? რამდენად შეხვიდოდი მან? აი ჩესნად. აი, ეს სასტავში რა სასტავი? აი გასასტავიც არ უნდა იყოს. რამდენ ლარში შეხვიდოდი? 300. 300 ლარში. 300,000. იდექსა. შენ რამდენად შეხვიდოდი? არა. გულწრფელად რამდენად შეხვიდოდი ახლა? აი გულწრფელად. აი არანაირად. ალბათ 3 წუთში გამომაგდებდნენ, მაგრამ მე იქიდან ალბათ ესე გასვან ჯულს გამომიყვანდნენ ალბათ იმიტომ რომ აი იქ რომ ძალიან წყნარად რომ მოიქცე. კამერის უკან რო ახალგაზრდა ლამაზი გოგონაზის რომელიც ის ჩემი გაგვიძება რის პასადებს ხდება. ლამაზი გოგონა საძის ვერ დავინახე. ხო და ჩემი დილით გაგვიძება ვინმე რომ გამაღვიძოს. შემიძლია პრობლემა. კანკრატო გამოვიხში ხელით. როცა გინდა მაშინ გაიგვიძე შენ რაღაცა პრინციპების ამბავზე. არა, შეხედე იქ ყველაფერს თავი დაანებო საერთოდ რა პრობლემებიც არის და რა პრობლემებიც არ არის და რა ხდება და როგორც ხდება და უბრალოდ პირველივე დღეს, პირველივე დილას ვიღაცას ხელს გამოვაჭამდი და გამომაგდები. ხო და ძილის თემა რომ მოგვარდეს, ოკეი, ხარ? არა. მე უკვე სხვა პუნქტები მოდის. უკაში როდის შედიხარ? ვიცით რომ მე 450 ლარაში ვარ. დამთავრდება თუ არა ეგრევე? 400 დავამგვალოთ, 500-ად შედი. 450 უნდა. ზემოთ რატო უმრგვალე? 400-ზე დაუმრგვალე იქ აწყო. რატო ჩემიანია რა. მინდა რომ მეტი. ეგეთი ხო იმიტომ არის, რომ იყიდება ეგ. კი, გიჟივით. ხო და ანუ პრობლემა ისევ ჩვენშია ხალხშია და შენ მაგიტო ამ ხელს შესავალი მაგიტო გააკეთებ. არ მინდა რომ განვიხილო რატო აკეთებენ ისეთ შოუს როგორიც არის. მე იმიტომ რომ მასა ჭამს ამას. მე იმიტომ რომ უყურებ ორივე სერიას უყურებ. აი ბიჭო, არის ეგეთი გახრა ტრეში ქვია რა. ძალიან ტრეშია. ხო და ტრეში ანუ არ არის აუცილებელი რომ დაბალი ინტელექტის იყოს ადამიანი რომ მაგას ხე ჩემთან მე მაგას ვერ უყურებ ვერაზოს იმიტომ რომ აი ვერ ვერთობი რა. არაფერს არ ვერჩი იქვინებიც არის. წარმოდგენა რა მაგ რა ხდება და უბრალოდ ვერ უყურებ და ვინც უყურებს იმ ტიპზე ვერ ფურას უყურებო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ რაღაცები არსებობს რომ მარტივი გინდა რომ ჩართო. ზუსტად ეგ გაინტერესებს და ეგ იზიდავს და მართლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ ხალხნო. კი, მარტო ჩვენთან არ ხდება. Prime House როცა ქონდა მაშინ, როდესაც რუსთავიორში მუშაობდი, Prime House რო ქონდა რეიტინგი, არაფერს არ ქონდა ეგეთი რეიტინგი. შენ და ჩემ დროს პირველ Prime House მე მიმყავდა მაშინ რუსკესი მქონდა და ყველაზე დიდი რეიტინგი ქონდა. ეხლა ეგეთ რეიტინგს ვერ აქვს. ან ყველაზე დიდი რეიტინგი ქონდა. ეხლა უკვე უშუალოდ მაგაცემას მუშაობდი. უშუალოდ კონკრეტულად მაგადაცემას რომ მოდიოდა რეიტინგი, ანუ აი არხის გადარჩენისთვის სხვა გზა ვერ წარმოიდგენ ამ ხელა. ეხლა შეხედე ამ ყველაფერს აქვს ორი ვერსია რა. ერთი რომ მაგალითად მე რო ვიყო ტელევიზიის ასე ვთქვათ პროდიუსერი, დირექტორი, რა ვიცი, მე რომ მქონდეს ტელევიზია და მე რომ მაგ შემოდის ჩემთან პროდუქტი, რომელიც high level-ზე ადის გაყიდვებით და ყურებით და რეიტინგით და ასე შემდეგ. აუცილებლად ჩავშვებ, იმიტომ რომ ამით ცხოვრობს ტელევიზია. აი ისიც ხო იგახ. ხო და ამტანი კიდე. ეგეთ რაღაცებს აქვს ძალიან დიდი რეიტინგი, იმიტომ რომ როდესაც უცხო ადამიანს ერთ სახში კეტავ საინტერესო საყურებელია ვიღაცები. რაცა უნდა დაიწყონ პირველად. მან კიდე პროდიუსერები მუშაობენ ძალიან მაგრამ. აი ეგ უნდა მეკითხა, ეხლა შენთვის რა ყურზე თუ არის გაზის ტიპი, კაროჩე, ავეღარ არის საინტერესო.
ორზე არავის არ დაცხება. უნებრივად არ დაცხებენ ისედაც ერთმანეთს. უნებრივად შეიძლება დაცხონ, მაგრამ იქ ხო არ არის საჭირო, იქ დაცხობაზე ხო არ არის, იქ არის ინტრიგებია საჭირო, იქ ლავსთორებია საჭირო, იქ საი ყოველ დღე თავის ნებაზე რომ მიუშვა შეიძლება სხვა ანუ არ მოხდება, მაგდენად საინტერესო არ გამოვა თავისი. აკვირდებიან და მე უკვე აი თლიან რა. გავაგზავნოთ რა საინტერესო თემაზე მხილავ. საინტერესო თემაა ნამდვილად. ეხლა უყურებადი რომ გავხადოთ ჩვენი გავიხადოთ ყველა. ესე გავაკეთებ და მე დავიწყებ რაღაცების მოწერას რატო აი მაგიტომ ვიდეოს და გაკეთე. შეიგინა. წამოგაგეთ თქვენ. გაჭამეთ. შუბზე რაღაცა გაქვთ. რა მეზიხეთ. შემდეგი თემა სპორტი. სპორტი ანუ მე გვერდზე გავიდი არ შემიძლია თემაზე. სპორტი ლეზე დავიკიდოთ. ხო რა ისე გადავიდე. არის დაგიდებას გამახსენე მოდი შენ მომიყევი ყველაზე მეტად რა დავიკიდე. არა აი ყველაზე მეტად გიტაროს. შია რუსკა. შენ და თავზე წამის დალევა უწევს. ის ბამბარერკა მიეც არ მინდა იქ ბამბა. მე სურის მერე. საფრთხე მოგვიჩვენს გადაკამეთ. ეს მიუგდეთ სალონი არა მე ეგრეთ შეურაცხყოფას ვერ შენ თავზე აი რაც გადაგხდომია რა მეღლება? ხო ყველაზე მეღლება ტოპლეობა რატო ტოპლეობა რა რომელი ერთ და რომელიც გაგახსენდა პირველი ანუ წეგან სპორტი დღეს დავიკიდოთ ხო იყო და ამაყლეობაზე გამახსენდაო და რა გადაგხდენია ყველაზე ყლეობა ცხოვრებაში და რომელი ერთი დავიწყო რომელიც გაგისტოვდა ყველაფერი საერთოდ ხუთი ყლეობა ხუთი ყლეობა აუ მე დავონათეს. სტოპ ხუთი ყლეობა. ამომინათეთ რა. მეხუთე ადგილი. დავიწყოთ ჩვენ ხო მე მგონი შენ ყველა ხსნი. თანხმდებით რომ ჩემი არჩევანი 18 წლის ასაკში ყოველდღე ყლეობა იყო არ ვიცით რა გავთხოვდი ოკეი ჩვენ არ ვიცით ეგ იქ ძალიან ბანალური ყლეობაა რა მე უფრო საინტერესო რა ბანალური რა ყლეობა. ბადა იყო რა ბანალური პატარა ასაკში გათხოვება და დაუჭერხება ცოლადეს გაყვაცო. გავყევი ცოლად ეგა საკითხავი ხო თორე ანუ თემა არის რომ მე ამაზე ბაცნობა არ მინდა აბა მაგას ვამბობ არ არის ძალიან მძიმე თემა არის უბრალოდ და მინდა სერიოზულად ძალიან ხშირი პრობლემა კი რა თქმა უნდა კი ძალიან ხონდა 18 წლის ასაკში მეც ვიყავი მაგ საფრთხის გარეშე რომ მოძალადე კალს გავყოლოდი ხო არა მართლა 18 წლის ასაკში მოძალადე ხალი სადიპოვეთ. ვიხუმრე უბანში აი უბანში ყვაროა სარკეს უბასტონები არა სარკეს პარავდი და გამარხანა ოპელზე სულ რაღაცას ოპელზე პარავდა ის სარკეს რა კერტომანი ხა არა მაბელური მიჭირდა მაშინ. რაღაცა. აჭირვებაში ვცხოვრობ 90-იანის გადმონაშთი და მომწონდა რომ ეს კრიმინალი აი შენი მეც ვაპირებდი ცოლის მომანას მაშინ ვიყავი 20 წლის რა კაი გოგო იყო მეც კაი გოგო ვიყავი მიყვარს ხო და ჩემი გეი მეგობრები. კიდევ კარგი გადავიფიქრე რა კი კაი ეგ არის შენი ტოპლეობა არა მაცდი ხო და რა გავაკეთე იცი მოცანერ არა ეს მოსაყოლია next გადავიდეთ რუსუდან უსკაჩაიზი შენი დრო მე ესეთ შეცდომები არ დამიშვია ჯერ რომ ტოპყლეობა დავარქვა რომელიმეს. შეცდომა არ არის აუცილებელი ზოგადად რამე მე რა ვიცი. მე უბრალოდ ტოპ ვარ. oh my god როგორ თქვი პირველ როგორ ესტუმრე თავიდან ხალი არა და უფრო მეტი ქალზე მეტი ვარ. ქალზე მეტი. ჩვენი პრიმა თემა შენი ყლეობაც მოყევი დღეს დილი დაგემართა მე რაც მომწერე ბოლო შენ მოყევი ჩვენ ბოლო გადაცემას ვიპოულობდა გადაცემს ეგ ხოლმე წეგანო გადაცემას ვიპოვო არა მე მგონი და короче რაღაც ფეხსაცმელი მომეწონა რა რომელიც გამიკვირდა. მქონდა ზომანახევრით პატარა რა ხო. და ნუ короче ისე მომეწონა რომ ახალმა დაამუღამა რომ მაგეთა. იკერებონა და არ ქონდათ სხვა ზომა და მაინც короче ვიყიდე რა იმ იმედით რომ ეხები დაგიმოკლდება იმედით რომ ანუ გაიწელებოდა ან რაღაცნაირად გაიტანს ხმარებაში ხმარებაში გაიწევს ხო და სამი კვირაზე მეტი მქონდა შეერთებული რაღაცა აპარატი რომელიც წელავს საფეხსაცმელს მართლა და არსებობს ეგ. ვერ გადაწყვეტე ზომა არ იყო ზომა არ ქონდათ უფრო დიდი მოკლედ მე გაიწელა. ანუ დღემდე არ ტყდები ბოლომდე და კიდე გაგებოდა სი შემდეგზე მოიგადაში რა შიგადაში მაინც ვიცი მოიგადე დავდივდი რა აი გადაცემა ასე მოკავშირე. სპირტიან ბამბას რო და წინ უეჭველი გასის ხულია ესეც წინ არ გვერდებზე პლიანად მარტო წინ იყოს მიჩელი კანტია საკაი ეგრევე წევა მის გასის ხული ისე დავდივარი მე
ვერაფერი ვერ გავიცნობ. არა, აი თან უსმენ თან ყველაფერი შვება არ არის სახში რომ მიდიხარ და ფეხზე რომ გაიხდი და მაგასაც რო ვიხდი ხოლმე ისეთი შვება. რაღაცებს ვიღარ ვიყავ. კიდე ძალიან რო გეფსია და ტუალეტში მოსული ძალიან შვება. ეს როდი. მე მაგ კითხვა კიდე. ეხლა გამახსენდა რა, გუშინ პიროდი რაღაცაზე უყურებდი და გამახსენდა. სენტიმენტალური ხარ? რაღაცებზე გავხდი ძალიან. გეტყვი არა. PMS-იც შეიძლება მქონდეს, არ ვიცი. ხო, ბიჭო, რაზე ვტიროდი, იცი? ირლანდია, უნგრეთის საიმაის მომღერალი. ფეხბურთის, ან ფეხბურთზე ვაფშე ძალიან დიდი ხანი არ მიტირია და ირლანდია გავიდა რა და ის კომენტატორი ისე ემოციურად ყვიროდა, რომ მაგაზე ავტირდი. ჩემო ბაწაწო. და მივხვდი რომ დაძრეული. და რაზე ვიტირია ბოლოს? ხო და ბოლოს მე რაზე იტირე? მე გუშინ მაგაზე მე ვიტირე და ყოველ ჯერზე ვტირი, როცა მაგას უყურებ Good Will Hunting-ს, როცა უყურებ ის რო ებაზრება რა. რობი რო ებაზრება შენ. It's not your fault. აი მაგაზე იტირე ბოლოს? ყოველ ჯერზე რამდენჯერს მაგას უყურებ ვტირი. ბოლოს როდის იყურე მაგას? აი ბოლოს როდის იტირე? ბოლოს მაგას უყურე ალბათ 1-3 თვის. და ბოლოს როდის იტირე? 3 თვის. მაგას უწოდებია? ერთი კვირა დაიროდა. ძალიან ბედნიერება 3 თვე რო არ უწირია. კიდე რაზე ვიტირე? რაღაცა ფილმზე ვიტირე კიდე. და How I Met Your Mother-ს რო უყურებ, სულ მეტირება აღონ ბედნიერებისგან. ისე მიყვარს ეგ სერიალი. მეც ახლა ხარ ის სერიალი. მაგრამ მაინც Friends-ია პირველი. ჯერ მაგ ნანახ, ჩემს How I Met Your Mother არის Friends-ი არის პირველი. ყველაზე სერიალი. How I Met Your Mother. ხო, სიტკომებში პირველი შენ რაზე იტირე ბოლოს? რაზე ვიტირე? ძალიან პირადულია და. კაი, არ მოყვე. მაშინ რაღაცა ვიდეოზე ან ისეზე. შუა კალათიდან არა? არა. ესე კი არ გიყურებია. ლუზერ. მუსიკაზე ნახე, აი, ბევრჯერ ნახე, აი ხა ნახე, იმერა იტყუება, ბევრჯერ მაქვს. შუა ქალაქიო და არ ვახსოვ არ იქიდან. მე არ გაქვს ნანახი. არ მაქვს ნანახი. მაშინ მეც უნდა გახსოვდე. ის არ მახსოვს კადრები. ჩემი კადრები მე ბოლო მთლიან სეზონში ვიყავი. კაი, გადავახო მე. გადაახვი. მე ვაფშე არ მიყურები აქ სერიალი. რომელ სეზონში იყო? ბოლოში. აი, მაგ დროს აღარ უყურე. შენ ჯერო გაგნენახი არ გაგნენახი. ფესაც მასე იტირა. სასწრაფო რომ გაიხარ ოპენერზე რომ გიულიჩო ხელმა მიმართვა გააკეთა. რა იბაზრა? რომ მე უკვე ძალიან ბებერი ვარო. და თქვენი არიო მომავალიო და ნუ მაშინდელი აქციების ბაზას ეხმაურებოდა რა და რაღაც ძალიან სენტიმენტალური მომენტი იყო კი. ქვითი მანთხამით თუ ისე არა, მაგრამ ნუ წრემლები სახე დაიხო კა? ისე კინოზე რაც შეეხება აი ამერიკულ ნამსხვრზე. ამერიკულ ნამსხვრზე ვიტირე. აი, კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა, ჩემო ინტერვიუ იყო. ამონათეთ ეგ ინტერვიუ, მთლიანად ეგ ინტერვიუ ამონათე, რაზე მთლიანად ფილმი ამონათე. ფილმია და ამონათე. ბუკას ხარ. რაზე იტირა თემურმა და ფილმი გაუშვა. მაგარი მომენტია ძალიან. მაგარი შეჭრა. სულ უყურებ ხო? დაფასო თქნავს. ბიჭო. აიდან ესე რო იწყეს. კოსტიტი ორი ტიპი დროებით. ბანკაი. ჩოხელის გამოსვლებზე და ნამსხვრ. ისე მაგრამ გაკეთებულია. ნამსხვრაში მომაცხო. მამა ჩემო შემომისწრო და ისე ძემა რომ მათია. ვაშლის დამთვარი. წაროგი. ვაშზე უფრო კაია. კი. ის ოკეი. მას სეზონური გამოდის. არა, იმპორტული ჩიტავს სულ. ეხა გაყინული კენკრაც გაიქნება. Call me by your name, ნახე გაკ ფილმი Call me by your name. არა. Call me by your name, ნახე ფილმი. ხო, მუსიკებზე, მაგრამ რა გისწავლე, ვიკინგებზეა რა. ერთად ნახო, ვიკინგები და ატლებთან ურთიერთობა. კი, ძალიან გისწავლე რა. შენ ადამიანს კუზიანთა, Call me by your name და ვიკინგებს ჩაუჯე. ნიჯიტებიც არიან საქმე. ნიჯიტებიც არიან. ნიჯი. კუზიანთა. კოგოებზე ხა კოგო. ხო, მან ყავო ვესტერნია რა. და ქართულებიდან და ჩვენ ვიცეკ და ძალიან მოცეკვავებია. იქ რა ქვია, დიდი გორის ყველაზე არის. ნანახი მაგას. მაშინ მე მაგაზე არა და მე სტეფანე თამაშობს დავით აღმაშენებელს აი ძალიან მაგარი გამოსვით. სტეფანე ამის მეგობარი. კარგი, კარგად. სტეფანე. სტეფანე რაღაცა გვია სტეფანე. ვენ სტეფანი? ვენ სტეფანი ძალიან მარტივად შეგვიძლია, ქრის სტეფანი ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩემო. თუ მე ეს ჩვენი იცის რაღაცაზე, ხო? რაზეც აღარ ამას გვაქვს. დილეი დასასხი.
პირველად რაღაც სულ. ფეხსაცმელებზე ისინი ისე. ინტერნეტ ექსპლორერის უშინ მეწოდა მიჭე. აი, გარი. უია, bro. ესა ჩვენი სიყვარული, ესა ჩვენი შავი მაგალი. სვაბულინგებს. ვინ აბულინგებს? ყველა. ასე უკა ვინმე გაბულინგებს და შენ დაბულინგებულად გზნობ თავს? შენ მაგრამ. მე როდის დავაბულინგებ? რა ვიცი რა საქმე. მომისმინე. სუტყნაში ყავს ესაც. არ ყავს. არა? არა. პირიქით, ყველაზე მეტად მე ვფიქრობ შენზე. ყველაზე მეტს მე ვლაპარაკობ შენზე. კი, ეგეც შენ იმას რომ ესროლ. რამდენიმე სოლო შეჩემა. აღარაფერი აღარ და სულ გიცავს, ჩვენ რო გაგინებთ ეს გიცავს, ზუმსუკან. ზუმსუკან როცა გაგინებთ ეს გიცავს სულ. არა კაცრა. ყოველთვის გამოყვება. ეს შეიძლება მართლა მოდი. არა, ცოტა შეუგა. ერვენდობი ხო ის? ერთად. მე რა ხარ შეუჯაშვილია. დამსმელს მაგრამ. ой, რა კარგი, აქ მაგარი საჭმელი. შია ხო შე. ძალიან მიხარია. არ მესვრის ეს არ მინდა. მომე ნინუს გოგომ რაღაც მოიტანა. ბომბონელი. არ გახსნათო ისაო, ესაო? ეგ მე ალოკე ვეღარ. შენი ალოკილი ანედი. ნიანი. გუკა რამე კითხო რა. მოიცა ასე მოდი გავაცროთ. ხო ემზადებო ნინუსას პომპობისთვის. კი. არ ვემზადებული. არა. რატო სახეზე იცოდი ნინუცა? კი. მე სახელზე? როგორ ფიქრობ სახეზე, როგორი გოგო? სახელზე? სახელზე ვფიქრობ. მე ბავშვობაში არ მქონდა კომპიუტერი და ეხა გამახსენდა ბავშვობისთვის. აუ, ეგ ისტორია არსად არის, მოყავდა მე მოყევი მე რა გაგიგეთ. არ მქონდა ეს კომპიუტერი, შესაბამისად არც ეკრანი არ მქონდა, კლავიატურა და არაფერი და ძალიან მინდოდა რომ მქონდა ბავშვობაში და დაამსგავს. არა, მოიცა. შეიძლება გავაკეთო ეს? კი, გააკეთე. აი ესე ბავშვობიდან მე ძალიან მენტალი განვითარებული მე ყველა sorry. თან ეს გასმოსორებს, ხო? ეს თან ეს ხო გახსოვთ ლეპტოპი იყო, ანუ ეს ეს იყო ესე და ესე მე ანუ ბავშვობაში ბუღალტრობაზე ვგოცნებავდი, იმიტომ რომ და ეს იყო ლეპტოპი. ანუ მე უფრო ნავაროჩენი ვიყავი. ჩანართი და რაღაცა თეთრი ნაჭრისგან, რომელიც მოახია რაღაცას. ტრუსი. მიამაგრა რაღაცა კლიკ ეს საკლიკინო ის იყო, პატარა ის იყო, რა ქვია. მაგნიტოფონი, როგორც ესე რომ აჭრი ტიკ საკეთე. მაუსიც ჰქონდა. გაგრძელე. კი და აი ესე ვიჯექი ხოლმე ეხა მაყურებლისთვის რომ მარტივად დასანახი იყოს. ნინუს არა 20 წლის. არა 20-ის არა 20-ის 15 აქვს. მონეთ მკვლელობაში ვიყავი. წართვის ის ლეპტოპი წარ. ესე მეიდო ხოლმე და ანუ ესე ვბეჭდავდი და მე ეს ჩაიჭყლიტებოდა მე ამას ვატრიალებდი და უკამშვებოდი. ანუ თქვენ რომ ეხა ფოფითები გაქვთ მე მქონდა იქ მოფიქრები. ხო და მოკლედ ამას ყველაფერს მე უყურებ და მე ხა წარმოიდგინე რა მდგომარეობა მაქვს ამას უყურებ ეს სერიოზული სახით რაღაცებს საკეთებ შევხედავ ხა იუმორი მე თქონდა და სიგიჟებს ვაკეთებდი მაგრამ ამას სერიოზულად უყურებ რომ რაღაცა ეხლა ეს რაღაცებს მოკლედ თავისი სამყაროა და ამ სამყაროში გულაობს რომ თავისი ლეპტოპით რაღაცა და ერთ დღესაც ავიხე და დავაწერე ქაღალდზე დავაწერე ქართულად ვირუსი და სკოჩით მივაკარი იმაზე რა ქვია ეკრანზე მივაკარი ხახო მივაკრა ანტივირუსი არა ხო სამი დღე არ გამოვდიოდი ოთხი ერთი წამი ეს ხო გახსნათ და ნახო და მეთქი ხა ძალიან ბევრ სიცილს დავიწყებთ მეც გავიცილებ ერთი სულ მაგრამ ნახო რომ მართლა შეგვეჩა ჯერ ხო დაჯდა აი დაიწყო გადაშალა სამი დღე ოთახიდან არ გამოვდიოდი ანტივირუსი გამოვიდა ვირუსი ანტივირუსი შეკავდა მე ეს მოკიდა ხელი ამას და თან ეს მიყურებს რომ შენო პროსტაო მაზადეო ჯერონა ეს ნელა ცალი ხელით ჩუნგ და აძრო ეს ფურცელი ხალხო და დაადო ეს ფურცელი და მოხსნა ხსნა მე ხიდან ხსნი ვირუსებს ისემა გამიფინა ფერხეშ მე ვიყავ და მე რეუდა ყოველთვის. ნახოთ შენზე ჯანზეა მე. კი, ჩემზე ჯანზე ყველაზე ჯანზე არის. ჩემი დაცვა ხოლმე სადმე კლუბში ვარ. კულტურული შოკი დამემართა ლისიუძე რა. მანამდე ხო ჩვეულებრივი ვიყავით რომ ნაითოფში ჩეხაობა ტელეფონის კაცები და კარგი. ძალიან მომენათა ეგ. ხო და ავედი ლისიუძე, აი ძალიან დახურ პირველად რო იყო რა, აი 200 არა 50 კაცი. პერიოდში ვამბობ. მე და ჩემი ძმაკაცი ავედი და აი ესეთი სახეებით რომ უკვე წინასწარ ვიცით რომ რა ვიჩხუბოთ და შევედი და ყველაზე ვეკიდეთ რა. იქ თავის მუსიკაზე ცეკვავდა და ძალიან კარგი იყო და მეთქი თურმე გართობა შეიძლება. და პუფები მოვიდგით, ჩავედით ერთი 10 ლიტრის ასმელი ამოვიტანეთ და ეგ ჩხუბეთებს არა. ყველა ეგეთი ივენთი კარგია ხოლმე სანამ ძალიან მასშტაბური გახდება ხო. მეორე ზაფხულსაც კარგი იყო და აი მესამე ზაფხულს უკვე დაცვა დააყენეს და უკვე მივხვდი რომ
ფასი არ მიფასო იყო, ხო პირველთან ერთად გვეგმოთ რომ ივენთების ახლა მოდით რა. ანუ ნაიტოფის 100,000 გამომწერები და დაგვეხმარე გამომწერები. ჯერ ყავს 1000. ძველი გულაობები დავაყოთ რა. ნაიტოფისი კიდე რა იყო? Stage-ებს დავარქვათ ეგრე Night Office და განზობები. აუ რასი აჭარა, Night Office. კიდე რები იყო. კუბიკი რაუნდი, კიდე იყო მოიცა რა იყო? Tesla იდეაა თო. აუ სეიფი. ბუკიას ბაღი ბერიკონი. ბერიკონი ძავედე ჩვენების იყო მდირო. ლაბორატორიებში შემოიტანა. ლაბორატორიებში დააბრუნეთ ხო რა. რესტორანებში შემოიტანა. არა რესტორანი არ იყო რა. რესტორანი არ იყო რა. არა ცოტა ის იყო რაღაცნაირი კოქტეილ რაღაცა თავისი ესეთი დასაჯდომები და თავისი ცოცხალი მუსიკა და გულაობა იყო ხო. კი. კი, ანუ ეგ ხო და პოლიტიკაში რომ მოვალ ფულიც გაგვიჩნდება. ხო, ეჭველი გაგვიჩნდება და გავაკეთოთ რა ეგ ბიზნესი. ინუცაზე გავაფორმოთ და ვერონ ვერ მივხვდება რა. კოორდინირებულები ვიყოთ, როგორც ასენი არის. არა პრობლემა. არა მოგვიგეგონ. ხო. არა, მე ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და რაც უნდა ის ამოგვიქეკონ. ხელისუფლებას ჯერ ვერ ვიქნებ. ჯერ პარლამენტში ხელისუფლებაში ვიქნებ. ახლა შემზადები? უიმედედა. არა, არა. არანაირად, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ხო არის ხოლმე რაიმე დაბადების დღე და ის არ მიყვარს. არა, რაღაცნაირად სულ ველოდები ხოლმე რომ რაღაცა ძალიან მეჯიკ დღე უნდა იყოს და ძალიან კარგი უნდა იყოს და რო არ ხდება ხოლმე და რო არ არის არასდროს რაღაცნაირად აი ხო იცი no expectation no disappointment თუ რაღაცას რო იძახიან ხოლმე აი მოლოდინი არ გაიჩნო არ ვიცი არაფერზე მოლოდით მაგრამ აი რაღაცნაირად აი დაბადების დღეც და ისიც მგონია რომ აი რაღაცნაირად ძალიან მეჯიკ უნდა იყოს კი აბა თოლის ბაბუს იმდენ ხანი მჯეროდა ბოლოს კლასში მითხრას რომ რუსკა შენ ოღარაგაკო მართლა მე მაგრამ მე ვასწავლე ისტორია რა თოლის ბაბუ არსებობს რა ეხლა შეიძლება ძალიან ისე შეხედდეს მაგრამ რაც უფრო დიდი ხანი შევუნარჩუნებთ მათაც და ჩვენ თავსაც ბავშვურ რაღაცებს იმიტომ ერთობი ამ ჩემ დებილობა ჰაილაიტსებზე რა ქვია ინსტაგრამის სისულელებზე რომ იმიტომაც ეს რო ესეთი არის რაც უფრო დიდხანს შეგეძლება რომ იყო ბავშვი და ბავშვად აღიქვა ხუთდაათიანში გადავალ და ვახსენდები რომ ესეც რო ამბობენ ისეთ რაღაცებზე რასაც 100 ვარ არა ანუ მაგას ვამბობ რომ ის კი არა შენ კი არა ანუ როაკე ეს რო ეგეთია მეც რო ეგეთი ვარ არ ვიცი ვიღაცები ხო არიან თქვენ როგორებიც ხართ პოზიტიური ტიპები რო ხართ და მომენტ არ გეშინიათ რომ აი ვიღაცა გაგჯის რომ ეს ეხლა როგორ იქცევა თუ რაღაც აი whatever მე პირიქით გონია ფეხზე მხდიდა აუ არ გინდა მე პირიქით გონია ყოველ ჩაწერის დღეს ბანაო oh my god მე და კიდე ყოველ ჩაწერის დღეს ბანაო 4 შაბათს ბანაო 4 შაბათი და ბანის დღეა ჩემი და კვიტოს ბანაობის დღეა ასე ნუ იყავით მაქსიმალურად კრეტინები იყავით მე პირიქით ამ ცხოვრებას მე არაფერი არ რჩება მაინც მე ვფიქრობ რომ ბავშვ თავიდანვე უნდა უთხრა რომ მზად იყოს დედამოწყონის ხოვრებისთვის. აუ კაი რა ძალიან კაი როჟა. ორი წელიწადი მაგარი საჩუქრები უნდა მოვატანო თოლის ბაბუას და მესამე წელს იმ საჩუქრებზე უნდა დააყოლო რომ იმედგაცურებას ეგრე არა ეგრე ძალიან ბრუტალურადაც არა ხამარი რა. რაღაც ეგრე ბრუტალურად არა ეყოლება შვილი და აი ნახოთ როგორ ჩმოვრიც იქნება შვილთან აი ნახო აჩერდი გაჩერდი შავი და მაღაზიაში ეგ პრობლემა რა თვის რო არის პივა მოიტანე ჩემი ძმა ხევისაც არ იყო თავის პამპერსებზე რომ დადიოდა მარტო ხო და ხო მაგარი როჟა გაიზარდა ეს მას არ ნიშნავს რომ რაღაცა ოცნებები უნდა დავუნგრიოთ არა არ უნდა დავუნგრიოთ მე ან ბალანსი ჩადიოდა მაგრამ თოლის ბაბუ ჯეროდა ეს ვიხუმრე მაგრამ ბალანსი ხო არსებობს რა ხო და შეხედე არა იმიტომ რომ ეს ცხოვრება ისედაც დემტმულია ისედაც სახეგუძრება გარემო პირობებით და ბავშვს როცა აქვს სპეისი სადაც შეუძლია იყოს ბედნიერი ბავშვი და კარგად და დაცულად გრძნობდეს თავს და ჯადოსნურად ეს სპეისი არ უნდა მოусპო იმიტომ რომ თუ Max Space Kevin Space შეუცვლელი არა ეს არ შენა მიაკენა ანუ სანამ შვილი არ გეყოლება შენ არ გაქვს საერთოდ ძაღლზე მოვიყვან სანამ შვილი არ თქო შენ არ არსებობ ძაღლზე მოვიყვან მაგარი არა ძაღლს თავიდან რა უნდა ასწავლოს სად ცხოვრობს და სად უნდა ეძინოს რა არა რო ადგება უნდა და ეხა დიდი მეწა ბავშვი და ძაღლი ძაღლს სად უნდა ეძინოს ხანდახან ჩემთანაც სად ფეხებთან
რატო? საწოლში რა, ჩემს და საწოლში რო ეძინოს ვთანხმდებით მაგაზე? ხანდახან, კი. მაგრა გადამირჩი. არა, მაგის. თორე ეგენი უსკაფოაკედან არიან წამოვიდა. არა, უშავს, მიჩვეულე. ადამიანები, რომლებიც ძახს ლოგინში რა უნდა? ძახს ლოგინში უნდა. კი. მე ვაწვენ ჩემ. დავშ ვინც გვინდა ლოგინში ის ყავდეს, არ შეიძლება რა არა, უშლი მე მაგას არ მე ჩემ კი, არა, მე მიხდებიან ხოლმე კომენტარებში, რა ინ ძახს ლოგინში რა უნდა და ძახს ადგილი უნდა ქონდეს. თავისი ადგილი არის ჩემთან ლოგინში. მაგალითად ანუ ძაღლი ლოგინში არ სიამოვნებდა. შენ ვაფშე ძაღლი არ თქონდა. ძაღლი ლოგინში არ შემოგვიძა და ძაღლი თუ არ ხავს ლოგინში ძაღლი. სოფილა რა მამაჩი ხავდა. მარტა ეს გამახსენდა კიდე ძაღლზე ვიტირე კიდე. მე არ ვუყურებ ეგეთ ფილმებს, სადაც შემთხვევით განო არ ვიცოდი, თორე არც მე არ ვუყურებ და დაიჭირეს ისე გალახეს რო ძაღლი რო ხდება კინოში ძალიან ბევრი. მე არ ვუყურებ. მე ეგეთ რაღაცა. მარლიზე მამიტირია. აუ გაჩერანა. ჰაჩიკოზეც იასნა მიტირია. ჰაჩიკონო ხასა. მარლიზე უფრო მიტირია მე. მარლი და მე. მაშინ არა თქვენ პერიოდი ისეთი ფილმები და მე მართლა შეყვარებული რო ყვდება ერთიანი. არა, ეს მაგრამ კიდე ახლა სეგმენტი არ მაქვს ხოლმე და ვიწყე. ეგ ის არის რა, ანუ ეგ ცოტა ისეთი ხება. არ მჯერა ხოლმე და მაგრამ ფიზიკურად. ხო, რაღაცა შეიძლება მაგით ანუ გეშო მე შენი თავი რომ არა ხრმა თემა სიმღერა შემოვიდა. რომელზეც დღეს არ ვისაუბრებთ. და ზედაპირი. ძალიან მიყვარხეთ პაიცო. და პრინციპები როგორც ყოველთვის. ძალიან მევასება ეგ სტატუსი რა. მე რა ჩიხში არასდროს არ ვიჩიტები, იმიტომ რომ ვიძა პრინციპოა და გამოვდივარ ეგ. ძალიან კაია მეც მომწონს. გამარჯობა, უპრინციპო ვარ. მაგრამ მაგაში ძალიან პრინციპული ვარ, უპრინციპო ვარ. ხო და ეგეც ეს პრინციპული მაგას და გამაჟი. არ შეიძლება არ დავიწყე. არჩია სიტუაცია. შენს გაქეკ? ჩემს ნათქვამებზე მაჟრიალებს ხოლმე. ხო. მე ძირითადად აი ხერხობს გამომაჟრიალებს. ბუკაზე ჯერ არ დამჟრიალებია. ჯერ არ ბუკა. ფერცინა. ვერაჟრიალ. მოხდივია სამე ხედავ. გვერდი გვერდ მაგიტო დაქვს ვიცი. ხო. როშიალი დააწყება. ხო და ბირი დააწყეს. ის ხო ხედავ აღიზიანებს. და ის რაღაცა პირიქით უნდა დაუსვათ კი. კაჩი ის როტაცია გავაკეთოთ რა სუცვალოთ რომ არა მე აქედან არ შესაძლოა მაყურებელიც დაიღალოს და ჩვენს უფრო მოვე მე ხო შეიძლება სადაც შეიძლება შეიძლება დეფიციტი აქედან ხდება მე იგივე პრობლემა თორაზე რომ საერთოდ კი გასულ ჩვეულებრივ და მე შალა ჩვეულებრივ აუ ეხლა არ გამოწარდინებ კბილების დატოვნება აი აქედან კბილების დატოვება ხო დააგორე ახლა აღმოგორე მომიხსნა კომპლექსური მომიხსნა მე ვარ მზად კონდეს აი ეს გამე ჩავტენო მე დილ თამოვიღო და ესე ვიყო რომ დაგიტანჯე ხალხო ეს აი მეც ვთვლი რომ ეს კბილები ლაში გჭირდება ჩემი რაზმია ისინი რა ქვია მათ სიბრძნის კბილი ჩემი ბადეს კბილები იყო მე არ გაქვს ამოგდის ტკივა მე გძრება ტკივა მე ისე ამოგდის ტკივა მე ეს სიბრძნისპირები ტკივა ამოგდის მე გძრება და მე უნდა უკბილოში ერთ ჩაიგა ეს კბილები და ჩავიდე დავიდანვე როგორ უნდა ჩაიგო ხარ ფულს იხდი რომ გქონდეს თან გეშინია სტომატოლოგის მე თავიდან შეგვებულები ვარ კბილები თუ ვიბადებით თუ თვალები ჩამოვიღოთ თვალები ტკივა ორი მერხოს უხური ტკივა ეს საღეჭარი აღარ გჭირდება მაშინ როდესაც უმხორძე ნადირობდნენ და იმათ ჭამდნენ ჩვენ აღარ გჭირდება აღარ იქნება ანუ გადავიდეთ მუტაციას განიცდის ადამიანის ასე ვთქვათ სხეულის და ისიც რომ ეს აღარ იქნება საჭირო და ეხლა ვაპირებთ რომ ბუკამ გააწოს იმას უშლის იმეებით ხარჯზე რო გადმოვავს უაგეთ ხარეს არ შეიძლება შეიძლება გადმოდო შეიძლება ამაზე და გჭირდება ის არ გაგდა რაც არ გჭირდება შეგეთი უნდა უნივერსალური კბილები უნდა იყოს ბიჭო ხა მოიგონეს წინა რა უნივერსალური კბილი და უკანაც რაღაცა ერთნაირი კბილები რომ რაღაცა როტაცია გააკეთო შეცვალო პროტეზი საინტერესო გადააყენებ უკანებს წინაზე ხო საინტერესო მიგრება და ისწორდებოდა მოიგონეთ გადა იდგა აქეთ ხარეს ძიხარ აქეთ ბოლო კამერა საიდანაც გიწევს ინტელექტუალურ რა განიხილავთ სტომატოლოგიას და ადამიანის სტომატოლოგიაში ხო მოგიწევა აზრი არა მე გვიჩნდება ხოლმე შეკითხვა სპონსორი რატო არ არის არა აი ეს შემოდია თუ აუ მოიცა ისე ყლევა გააჩნია იმას რომელსაც იუმორის გააჩნია და თვითირონიას გააჩნია და მანამდე ჩვენი საქმე ვაკეთოთ მანამდე კოლეკოლა ხო ყავს ჩვენ პრინციპებს არ გადავუხდით რა თქვი თქვენი სახელი კაცო ჩვენ პრინციპებს არ გადავუხდით
უმეტესობაში რამდენი საათია რაც? აი ხანი 1 საათი ავზიო, 1 საათი მართლა? ერე შეგვიძლია 40 მეტი არა. აი ხანი ლუკუნებს და კიდე მიბაზარ. ემოცია ერთი ის. ცოდოა ცო ვინ არის? მე მონტაჟი იკუშა. ცოდო. რაგინა? ოქრო ტანკივით კაცი. მოგაწოდო? ტანკივით კაცი ხარო. გავიგებ ბოლოში. მე უნდა გავშევედე გავის. მომასტერდები სულ ვინა? მომასტერდები სულ გოგო ის გამიჩინე, იცი? რეფლექსი მაქვს ძალიან აპასი. ნუ გავხდებარ მე ჩემი დის დაცვა. ორმხრივი რეფლექსი, ორივე ხელით ხანახე ჩემი. უკვე როგორ წამოიწია შენს. კვიტო მე არ მეტყობა მაგრამ მაგარ დისკშია კვიტო გინდა უწიო ჩვენო რა ძალა. მიდი აწიე მოდი გინდა. რა უნდა აწიო? შენ ხრა. მიდი რა. ბიჭო ნუ ხარ კომპლექსია რო კითხო მაგარი კომპლექსო როჟა ხარ დაძვირი შეშე. მოდი რა ვერს გადმო. ახალი პოტასები აცვა დაბანილია თან ყველაფერი დაბანილია. შენს და ახალი პოტასები გაცვა ესე დავდგე? არა. წინიდან? ხო. ერთი წამი. ერთი წამი. ნინოს იყავი. გაჭიროს ნინოს გამოიხედე რა. ეფში კარგად გახტები რა. ნინოს გააქციე. საო, აი ჯანზეს. რაღაცა ჩამძვრა. დილით მაწია კვიტო და რუსიკი ჩაძრო მას რუსიკი ვერ ჩამძვრა. დილით მაწია არა მე თორე კოლგოტი კი. ამერიკული დამცვარი გადაცემა. კოლგოტი სადმა კაცეული ხო. აუ გასვლის დროა ბუკა ვიცი ხო გადაცთა ფრესა იდეა სადამეშტარი ჯერჯერობით. აი 10 წუთი არ სადამეშტარი. ხო ეგ არის უბედურება წუთი და ზუსტად ვიცოდი ყველა ბრო შენ ხომრობა ძალიან გასწორებდა რა და ამერიკას ხო გადა არა, ძალიან იგი ძალიან. ყველა ალაგ-ალაგ ხო შემოგვივლი ხოლმე მე დაჟე კიდე მინდა რომ გავაგზავნო. ერთის მეც მინდა არ მინდა დამთავრებო ზოგადად შენ თინათურმაზეც ეს იყავი ჩემოსით ამიტომ ჩილ ცოტა რა და წერან ოპერატორს სტუმარზე არ არის, ერთად იყავი რა. ჩვენთან ერთად კადრშიო ყველას ესე თანხმდები და უკვე მართლა გაატრუხე პრასტიტუტკა ვარ. ხო და ანუ არ გვინდა პრასტი? მახარას ია, აქვს გრინ კარდიდან მახარას აქვს ჩვენგან გრინ კარდი მიღებული და შენც გაქვს და გამოწერო მოსალოდნელად კეთეთ რომ ამწია მე რა ის ტყუილა ეხა სულ ტყუილა ლაპარაკი. გადაწყვეტავს მე მონტაჟზე ხო არ გაჩუმდი ჭები მოიფიქრებენ რა გააკეთე